Zangezuri კორიდორის მართვასთან დაკავშირებით ინტერესები გააჩნია ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ზანგეზურის კორიდორის მართვასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციისგან შეთავაზების მიღება დაადასტურა. პრესკონფერენციაზე ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ 32 კილომეტრიანი მონაკვეთის გაკონტროლებით არაერთი გლობალური მოთამაშეა დაინტერესებული. რამდენად რეალურია ზანგეზური შუა დერეფნის ალტერნატივად იქცეს და შეამცირებს თუ არა აღნიშნული დერეფნის ამოქმედება საქართველოს როლს სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო ქსელში. თემაზე სტუმართან ერთად გავაგრძელებთ საუბარს ჯეოფეისის მრჩეველი ნიკოლოზ ალავიძე შემოგვერთდა სტუდიაში. ნიკოლოზ, მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით, ძალიან მადლობა. ნიკა, თქვენთან ამ თემაზე გვისაუბრია, მათ შორის ამ სტუდიაში უფრო თეორიებზე ვსაუბრობდით, თუმცა ეხლა რაღაც კონტურები უფრო გამოიკვეთა, რომ უფრო რეალობასთან ახლოს არის ამ დერეფნის ამოქმედების საკითხი, მით უმეტეს ეხლა ახალი აქტორები გამოჩნდნენ, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების სახით, რომელიც მზად არის, მოკლედ ამ დერეფნის მართვაში მიიღოს მონაწილეობა. მე პირველ რიგში მინდა გკითხოთ საქართველოს როლზე ამ შემთხვევაში, რეალურად იკვეთება თუ არა, რომ ზანგეზური რეალური ალტერნატივა შეიძლება გახდეს შუა დერეფნის და ამ ასე ვთქვათ გადალაგების პროცესში სად შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს თქვენ სად ხედავთ ჩვენი ქვეყნის როლს ამ პროცესში? მე წინა საუბრისასაც საუბრობთ ეს და თეორიაზე ვსაუბრობდით, ეხლა თეორიაში ვართ უბრალოდ ცოტა წინ წასული არის ეს ჩვენი თეორიული კვლევა. საქართველოს როლს მე მაინც პოზიტიურად ვხედავ, იმ შემთხვევაში თუ ბოლომდე არ მოვინდომეთ, რომ ჩვენი თავი ჩვენ თვითონვე წავიშალოთ დედამიწის რუკიდან და მსოფლიოს რუკიდან. გეოპოლიტიკურიც და ეკონომიკურიც და პოლიტიკურიც რისკენაც სამწუხაროდ ეს სვლა ნელა თუ ჩქარა მიმდინარეობს. შუა დერეფანი თავის აქტუალობას არ დაკარგავს, უბრალოდ ეს ტვირთები, რომელიც წავიდეს და გადამუშავდეს თეორიული დაშვებით, როცა ეს პოლიტიკური ეს მძიმე მოლაპარაკებები დასრულდება და შემდეგ უფრო მძიმე ინფრასტრუქტურული ინვესტიციების დასრულდება და გაიხსნება ეს სახმელეთო და სარკინიგზო გზა, თეორიაზე გვაქვს საუბარი, თუ ეს ყველაფერი იდეალური და კარგად წავიდა და უკვე პირველი ნიშნები იმისი, რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობა ამისი ყველაზე დიდი ეკონომიკიდან და ამერიკის მხრიდან არის, ეს ნიშნავს იმას, რომ რეგიონის აქტუალობა არ იკარგება, შიდა გარჩევებისგან და სხვა პრიორიტეტებიდან გამომდინარე ამერიკის სახელმწიფო მანქანას, ასე ვთქვათ, არ ქონდა ისეთი დიდი დრო პრიორიტეტებში ჩვენი რეგიონი, მაგრამ ამითი ხაზგასმა იყო, რომ ის პრიორიტეტი ისო პრიორიტეტია და გაახსენა ყველას, მათ შორის ჩინეთსაც. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს კორიდორი, რაც ვთქვით, ანუ შუა დერეფნის აუცილებელია ხო კასპიის ზღვით რაღაც უნდა მოვიდეს და მარტო აზერბაიჯანის და მარტო სომხეთის ტვირთები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს დამატებითი არტერია ეფექტურად და ეფექტიანად ამუშავდეს. შესაბამისად ამ ტვირთების მოზიდვა ხდება ამ კორიდორით, ისევ და ისევ ამ კასპიის ზღვით. ეს ნიშნავს იმას, რომ თეორიაში დადებით განვითარების შემთხვევაში და ოპტიმალურ დროშიც ტვირთების რაოდენობა გაიზრდება. ანუ ასე ვთქვათ, გაიზრდება თვითონ ნამსხურის ზომაც, რომელიც ბევრმა უნდა გაიყოს. ჩვენი დამოკიდებულება იქნება და ჩვენზე იქნება დამოკიდებული, ვიქნებით თუ არა იმ სუფრასთან კარგ ადგილზე წარმოდგენილები, სადაც ეს დიდი ნამსხური შემოაგორებენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ცოტა უკეთესი უპირატესობები გაგვაჩნია ახლა, აი სიუჟეტის დასაწყისშიც იყო ხო, რომ პრობლემაა შეფერხებების პროგრამული უზრუნველყოფა. ეს პროგრამული უზრუნველყოფა უცბად გათენდა თუ არა ეგრევე არ გაჩნდა ხო? ამ გადაწყვეტილება ხო იყო ოდესღაც მიღებული, რომ რაღაც ევოლუციურად არსებული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ძალიან ეფექტურად მუშაობდა წლების მანძილზე და იყო ჩვენი კონკურენტული უპირატესობა აი ამ ტრანზიტში, აი ამ კორიდორში. იმიტომ რომ საქართველოს არის გამტარი ხო ევროპასა და ძალიან ადვილი იყო ეს ყველაფერი გაკეთებული იყო, რაც თქმა უნდა, ან შეგნობა თუ არ გააბრჭა ვიღაცამ ხო პროგრამა, ანუ ეს იყო ევოლუციური წინასწარ განსაზღვრული პროცესი, ხდებოდა ამ პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, ან უფრო არსებული პროგრამის უკეთესი ჩანაცვლება. აქ პრობლემა გვაქვს ისევ და ისევ ადამიანურ რისკებთან, არაკომპეტენციასთან, ისევ რაღაცა რაც დიდი პრობლემა გვაქვს ხო კლეპტოკრატიასთან და ასე შემდეგ, რომ უბრალოდ განახლება ვერ გავაკეთეთ და რამხელა შესაძლებელობაა ხა წარმოიდგინეთ, რომ დამატებითი გარანტიებით რაღაცები ხო, ანუ გაციფრულებასთან, საბანკო მომსახურებასთან, რომელიც ადგილზე უნდა დაგენერირდეს და
ვთვლი რომ ეს რაღაც ის ტრაგიკული ამბავია, ეს თუ გაიხსნება კარგად მოლაპარაკება კერძო სექტორთან, ჩვენი საბანკო სექტორი ამ ქვეყანაში იმდენად არის წინ წასული, რომ დარწმუნებული ვარ, ძალიან მოკლე ვადაში შეძლებენ კონკრეტული ინსტრუმენტის, ციფრული ინსტრუმენტის შეთავაზებას, რითიც კიდევ უფრო დაახალისებენ ამ შემოსავლის მიღებას და ამ ტრანზიტს ხელს შეუწყობენ. ზუსტად ეს არის ჩვენი კონკურენტული უპირატესობა უკვე თეორიაში, იმიტომ რომ ეს რო გვესმის ყოველდღე არის, იქ რომ გაკეთდა, იქ მარტო ინფრასტრუქტურა, მარტო გზის დაგება და რკინიგზის ლიანდაგების გაწყობა არ არის. აქ არის სერვისები, მომსახურე პერსონალის გადამზადება, უსაფრთხოება და ასე შემდეგ. ამიტომ რომ კორიდორი ფიზიკურად რო გაკეთდება, მან უნდა უზრუნველყოს კომფორტის გამტარობაც და შესაბამისად გეოგრაფიულად, თეორიულად, არითმეტიკულად ეს ვაშლი-ვაშლում შევადაროთ. იაფი გამოდის, იმიტომ 300 კილომეტრით ამცირებს ამ გზას, მაგრამ ამ მცირე 300 კილომეტრში შეიძლება ცნობილი ანდაზის არ იყოს, გზა შორიდან მოიარე, შიმშვიდობით მიდიო, ეს ამჯობინოს კონკრეტულმა ექსპედიტორმა და გადამტანმა, იმიტომ რომ იმდან დაუხვეწავი იყოს თავიდან სერვისები, რაღაც უსაფრთხოების ნორმები. ეს ჩვენ გვაძლევს მინიმუმ 5 წლიან ჰენდიკაპს, უნდა ასე ვთქვათ, აი ამ პროცესში. თუმცა დამატებითი ბენეფიტი, უნდა ასე ვთქვათ, საქართველოს არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი გამოცდილებით, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობით ამ ორ ქვეყანას შორის შევთავაზოთ ჩვენი თავი კიდევ, ჩვენი გამოცდილების გაზიარების, მედიაციის, ამ პლატფორმის გამოყენების, თქო მშვიდობა გვაქვს, არა ხო ყველა ბედნიერია ამ ქვეყანაში რა გვიშლის ხელს, რომ ეს გამოცდილება და ეს უკვე დაგროვილი დოვლათი ინტელექტუალური მათ შორის გამოვაყენოთ ამ ორივე მხარეს. იმიტომ ჩვენ ვნახეთ, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი დამოუკიდებლად დაჯდა მოლაპარაკების მაგიდაზე, ასევე ვნახეთ ის, რომ სომხეთმა კარგად გამოიყენა ზანგეზურის საკითხი თავიდან მოლაპარაკების პოზიციის დასაკავებლად და მისი მონეტიზებასაც ახდენს და ზუსტად ეს იყო მისი სტრატეგია, რომ დიდი მოთამაშე ამ შემთხვევაში ამერიკა, ევროკავშირი, რომელიღაცა პირველი განაცხადებდა თავის პრეტენზიას. თურქეთის ინტერესი სად ჩანს ამ შემთხვევაში ფაქტია ეს, ასე ვთქვათ, მათ ინტერესში შედის, რომ მთელი ეს ტვირთები, რაც ამ კორიდორში გაივლის, შემდეგ ყარში მოიყრის თავს და აქვს შესაძლებლობა თურქეთს, რომ შემდგომ ეს ტვირთნაკადები უკვე ევროპის მიმართულებით მიმართოს, ხო? აი აქ სად ხედავთ უფრო მეტად თურქეთის პოზიციას? თურქეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასევე დივერსიფიცირება. ამ შემთხვევაში ახლა, რა თქმა უნდა, თურქეთს აქვს ძალიან დიდი თავისი შემდეგ გამავალი ნაწილი საზღვაო გზებითაც, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის პოტენციალის გამოყენებით თურქეთისთვის, თითქოს ჩვენ პატარა გეოგრაფიული ნაწილი ვართ, მაგრამ ჩვენ გვაქვს როგორც თურქეთთან, ასევე ჩინეთთან და ასევე ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რაც ამ ქვეყანას აძლევს პოტენციალს, რომ რაღაც თითქმის 2.5 მილიარდიან ბაზრებზე კონდეს წვდომა, რასაც ჩვენ თუ კარგად არ ვიყენებთ, იყენებს თურქეთი ჩვენს მაგივრად. და აი ამ გეოგრაფიით. შესაბამისად თურქეთისთვის ეს ახალი ალტერნატივა, ახალი გზა, ანუ ყველა კვერცხი ერთ კალათში რომ არ კონდეს ჩადებული, იქნება გაცილებით უფრო კარგი. თურქეთის პოტენციალი და როლი იქ გაცილებით უფრო გაიზრდება, იმიტომ რომ ჩინეთიდან წარმომავალი ნაკადები, რაც ზღვიდან არ მიდის და ძალიან გრძელი გზაა და სახმელეთო გზა უფრო მოკლეა და შესაბამისად ეს გეოგრაფია უნდა გაიაროს, გვინდა თუ არ გვინდა. თურქეთისთვის დამატებითი უსაფრთხოება და დამატებითი ეკონომიკური უსაფრთხოება და დამატებითი ბიზნეს შესაძლებლობაა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვთქვათ, ჩვენ გვაქვს ეს გეოგრაფიული მდებარეობა არსებობს, ვერსად ვერ წავალთ და არსებობენ ეს ადამიანები, ვინც ჩვენ თავებს უძახით ამ ქვეყნის მოქალაქეებს. ჩვენი თუ ჩვენს გარეშე ეს დერეფანი იარსებებს. უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არ გვინდა, რომ აქედან ჩვენ ბენეფიტი მივიღოთ თუ ჩვენ უბრალოდ გამოგვიყენოს ვიღაცამ და რას ვაკეთებთ ამისთვის, აი ეს უკვე კიდევ ცალკე საუბრის საგანი შეიძლება იყოს. ნიკა, თქვენ როცა ამბობთ, რომ ეს შეიძლება უფრო დადებით კონტექსტში განვიხილოთ ჩვენ შემთხვევაში და დამატებითი შესაძლებლობა შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია მულტიმოდალური სერვისები შევთავაზოთ ტვინთმფლობელებს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ სარკინიგზო და სახმელეთო მარშრუტებს განავითარებს აი ამ ზანგეზურის დერეფანში ეს ქვეყნები, მისი ნაწილი ქვეყნები ამ ნაწილში მაინც ხედავთ თუ არა რისკებს, რომ ჩვენ დაგვაკლდება გარკვეული ტვირთნაკადები სწორედ სარკინიგზო და სახმელეთო გადაზიდვების ნაწილში. და რა იქნება ეს გავლენა რეალურად? გაახსენდა მოკლე ვადაში აუცილებლად დაგვაკლდება, მინიმუმ დაგვაკლდება ის ტვირთები, რომელიც უშუალოდ ეს ჩვენი ორი მეზობელი ქვეყანა უზრუნველყოფს ჩვენი გავლით თურქეთის ან ჩვენ შავი ზღვის გავლით მიწოდებას საერთაშორისო ბაზრებზე, თუმცა ესეც არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ის რკინიგზა
სარკინიგზო მოცულობა და მოცემულობა საკმაოდ დეფიციტურია ვაგონები ზოგადად ამ ჩვენს რეგიონში. ამ ვაგონების გადანაწილება გაცილებით უფრო მეტად დაგვაზიანებს ჩვენ ამ შემთხვევაში ახალი სარკინიგზო გზის გახსნას, ვიდრე თვითონ ნედლეულის ტვირთის რაოდენობა. თუ არ მოხდა ისევ და ისევ ძალიან მყისიერი სწრაფი რეფორმირება რკინიგზის, გადაიარაღება, გაზრდა ამ სარკინიგზო, ასე ვთქვათ, ფლოტის, იმიტომ რომ კი გასაგებია ჩვენ მულტიმოდალური სამივე, ანუ სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო დამუშავება შეგვიძლია ტვირთების, მაგრამ თუ ეს უბრალოდ სადღეგრძელო დარჩა, უბრალოდ გეოგრაფიულად კი გვაქვს შავ ზღვაზე გასასვლელი, მაგრამ გზა არ მიდის, ხო, ან გზის გამტარობაა ძალიან დაბალი, რკინიგზა გვაქვს, მაგრამ გამტარობა ასევე დაბალი, ან ვაგონების დეფიციტი გვაქვს არ არის. ხო, ანუ ამ შემთხვევაში თუ ეს პრობლემა არ იქნა ახლავე დაუყოვნებლივ სისტემურად ადრესირებული და ამ პრობლემის მოგვარებაზე გაკეთებული აქცენტი და მოკლევადიანი და საშუალო და გრძელვადიანი გეგმა აწყობილი სინქრონში იმ თეორიულ დაშვებასთან, რაც შეიძლება ზანგეზურის გახსნას ფაიპლაინში ჩაჯდეს, მაშინ ჩვენ განწირულები ვართ. იმიტომ რომ საპორტო ინფრასტრუქტურა გვჭირდება და ანაკლის სპორტის ანაკლიაც და არსებული საპორტო ინფრასტრუქტურაზეც სულ არის, რომ იქ რაღაც ტურისტულმა გაიზარდოს, რაღაც რეფორმები გატარდეს, ეფექტურობა, ანუ სიღრმისეული შესწავლა გვჭირდება სასწრაფოდ, მარგი ქმედების, ასე ვთქვათ, გათვლის ჩვენი არსებული ინფრასტრუქტურის და გამტარობის გზების. იმიტომ იქ დრო არის და ამ საუბარში ჩვენი მხრიდან პროაქტიულობა მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ეს არხი რომ მეორე ახის დაემატება, მოკლევადაში ეს იქნება დარტყმა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს შოკის მონგრელი დარტყმა. და აი ჩვენ რომ შოკის მონგრელი დარტყმა არ მივიღოთ, ზუსტად იმიტომ საუბრობ ახლა ამდენ რაღაცას, რომ საშუალება არის, აუცილებელია მიზანმიმართული, ძალიან კარგად განსაზღვრული ტექნოკრატიული მიდგომით ამ პროცესზე საუბარი, რა თქმა უნდა, საერთაშორისო პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება და ინვესტიციებზე, როცა ვსაუბრობთ, აქ არის საუბარი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობაზე, ევროპის სტრუქტურების, ამერიკული და ასე შემდეგ სხვადასხვა ფონდებთან თანამშრომლობაზე, თუ ჩვენ ვნახეთ, რომ ის ვექტორები, რომელიც აქედან გადაიწია ჩინეთის მხარეს, კიდევ გაუგებარია და მაინც და მაინც ჩვენთვის სასარგებლო არ არის. კი ბატონო, და საერთაშორისო ურთიერთობებში რა ფასი აქვს ამ შემთხვევაში? აი დღეს საქართველოს მიმდინარე მოვლენებსაც მინდა რომ შევეხოთ და დღეს კიდევ ერთხელ ქართული ოცნების მესეორების განცხადებები დაგვეწია ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ რაღაცა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სამმართველობით არ აპირებს მმართველი პარტია და დღეს კიდევ უფრო დღის წესრიგში სიმწავით დგას, რომ შესაძლებელია დაახლოებით ერთ თვეში ევროკავშირმა მიიღოს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება. რას დავუკარგავთ ნიკა ამით? რა ფასი აქვს ჩვენთვის უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან? ძალიან მძიმე იქნებოდა ეს ყველაფერი და ვნახეთ დღევანდელი განცხადებებიც, რომელიც სამწუხაროდ არ დგას ნამდვილად საკითხი ასე, როგორითაც არის ეს განცხადებები გაკეთებული ამ უმაღლესი გადმოსახედებიდან, რა თქმა უნდა, ეს დანაკარგი არ იქნება პირადი ტრავმა, ხო? ნიკასთვის რომ ეს რაღაც ვერ გავალ, ну კი ბატონო, რაღაც ქვეყნების ვიზები გამოჩნია, ან მივად სიტყვაზე დავდგებით რიგში, მაგრამ ქვეყნის იმიჯისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის, აი ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურა რომ ავიღო და რითიც სტრუქტურირდება და რითიც ივსება ეს ბიუჯეტი, რომელიც ესე უმოწყალოდ არის ამ კორუფციის შემოტევის ხერხი და მაინც რაღაცა არსებობს, პირდაპირ ურტყავს და მინიმუმ განახერდება ეს ყველაფერი. პირდაპირ ეგრევე შემცირდება ეს რემიტენსების დიდ ნაწილს შეგახსენებთ, რომ ზუსტად ამ უვიზო რეჟიმით გამოწვეული სარგებელით ავსებს ძალიან დიდი რაოდენობა ქართული მოსახლეობის, რომელსაც საშუალო და დაბალი შემოსავალი აქვს, რომელიც ჩვენ სტატისტიკაში ხვდება თვითდასაქმებულებად, რომელიც იყენებენ ამ 30 დღიან შუალედს ლეგალურად წასვლის ევროპაში და იქ რაღაცა თლათ ანუ არალეგალურად ცუდი გაგებით არა, ანუ გადასახადების გადაუხდელობის გარეშე იქ რაღაცა მუშაობას და რაღაც დოვლაცის დაგროვებას და ისევ ამ ქვეყანაში დაბრუნებას. ეს არის ქვეყნის ცნობადობა და ქვეყანაში როგორც აქედან გადის ვიღაცა ისე შემოსვლის ნაწილში და ტურიზმის ნაწილსაც ძალიან მძიმედ დაადგება ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი ეს იყო დიდი მონაპოვარი ქვეყნისთვის რომ გვაღიარეს ეს 3.5 მილიონიანი მოსახლეობა რაღაც 500 მილიონიანმა ქვეყნებმა ქვეყნების ერთობლიობამ რომ კი ჩვენ რაღაცა გევართ ადამიანებს გვაქვს ესეთი მანერები რომ შეუძლია მათ საკუთარ სახში
დაგვიშვან და ახლა ჩვენ აქეთ ვეჭხუბებით იმათ, რომ შენი სახლი და ასე შემდეგ. ძალიან ხედავთ რეალურ რისკებს, რომ შესაძლებელია ეს გადაწყვეტილება იყოს ჩვენს წინააღმდეგ ამ შემთხვევაში მიღებული, ამის ნიშნები ყოველ შემთხვევაში ხედავ რეალურ განცხადებებს აი ამ ძალიან სერიოზული აქტორებისგან, გადაწყვეტილების მიღები პოლიტიკოსებისგან ევროკავშირის, რომლებსაც რა თქმა უნდა, როგორც ადამიანური თავმოყრობაც გააჩნიათ და ამდენი შეურაცხყოფელი განცხადება მათი ბრჭყალებში დე ფაქტო კოლეგებისგან, ოდესღაც რაღაცა სასრული ნახავს და ძალიან ზურა დაუჯდება თითოეულ მოქალაქეს ეს და იმედი მაქვს რომ აინც გონს მოვეგება ყველა და პირველ რიგში ის ხალხი ვისი მიმართულებითაც ეს განცხადებები კეთდება იმიტომ რომ სუპერ დემაგოგიური აქცენტები აქვს იმიტომ რომ საკითხი მასე არ დგას და თუ ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენს რაღაც ღირსებას ეროვნულობას და ასე შემდეგ ყველას მოუწოდებ რომ უბრალოდ წავიდნენ, გაისეირნონ საქართველოს რეგიონებში, მივიდნენ ყველა ტაძართან, მე-7, მე-10, მე-11, მე-15 საუკუნის ტაძრებთან, ნებისმიერ ტაძართან, რომელიც მე-20 საუკუნის ჩათვლით, ანუ მე-19 საუკუნის ჩათვლით არის აშენებული და რეაბილიტირებული და იქ ნახო რაღაცა პატარა ბანერები დგას ყველგან, ზოგან გახურნებული, მაგრამ ევროკავშირის დროშა და ამერიკის დროშა და უკვე გაუქმებული USAID-ის დროშა, რომელიც აბსოლუტურად ყველა აღდგენა ზუსტად ამ ინსტიტუტებმა გააკეთეს. და ეს ბოლო 30 წლის განმავლობაში. და თუ ის მესიჯია, რომ აი მათ ჩვენი რაღაც ქართულობის წართმევა უნდათ, ყოველ შემთხვევაში ერთმანეთში ეს არ ჯდება. ნიკა, უღმესი მადლობა საინტერესო აქცენტებისთვის და მაინც იმედი დავიტოვოთ, რომ რაღაცა პროცესები არ მივა ასეთ დასასრულამდე. მადლობა ნიკოლოზ ალავიძეს უსმენდით, JOKS-ის მრჩეველს პირდაპირ ეთერში.